ვეტერანი ფეხბურთელები ერთად მოედანზე ერთი წლის შემდეგ საქართველოს ლეგენდების სერიის უკვე მეორე მატჩს მასპინძლობს. სამხანაგური თამაში დინამო არენაზე ცოტა ხნის წინ ანგარიშით 3-1 დასრულდა. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ბარსელონას სხვადასხვა თაობის ლეგენდებს შეხვდა. მეტოქების ვარსკვლავურ შემადგენლობაში იყო 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი რონალდინიოც. მატჩს 10,000-ობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. განსაკუთრებული ემოციები და დიდი ისტორიის მქონე გუნდის ვარსკვლავობის საკუთარ მოედანზე ნახვის შესაძლებლობა. ქართველი კომაგები დღეს კიდევ ერთი საინტერესო სანახაობის მომსწრეები გახდნენ. დღევანდელი მატჩით ფეხბურთის 1000-ობით გულშემატკივრის ოცნება ახდა ქართველ ფანებს, რომლებსაც სხვადასხვა მაღალი კლასის ტურნირებსა და ჩემპიონატებზე ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებისთვის არაერთხელ უკომაგიათ. დღეს ფავორიტების ხილვის შესაძლებლობა ტრიბუნებიდან ჰქონდათ. ლეგენდების სერიის მატჩების მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. დაგეგმილია, რომ მსგავსმა შეხვედრებმა ყოველწლიური სახე მიიღოს. რამდენად სანახაობრივი გამოვიდა ლეგენდების სერიის მეორე მატჩი. ამას ლევან გუდუშაური გვეტყვის, რომელიც დინამო არენადან გვერდება პირდაპირ ეთერში. ლევან. ლეგენდების სერიის მეორე მატჩიც შესანიშნავი სანახაობით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ისეთი ვარსკვლავი როგორც რონალდინიოა, რა თქმა უნდა, პირველად იყო საქართველოში და დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულ გულშემატკივარში. სამწუხაროა, რომ G11-მა საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო, მაგრამ სასიამოვნოა, რომ პირველი გოლი ლეგენდების სერიაში მოახერხეთ და გავიტანეთ. გიორგი ნავალოვსკის ანგარიშზეა ეს ბურთი. რა თქმა უნდა, იმედია, რომ გაგრძელდება მსგავსი სანახაობები. პირველი გუნდი, რომელიც ესტუმრა თბილისი იყო ინტერი, ახლა ბარსელონა და გავარკვიოთ, ვინ იქნება შემდეგი. შოთა არველაძე არის ამ მატჩის მთავარი ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ქართველი გულშემატკივრის გახარებისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი ღონისძიებები და რასელი ამ სერიის გაგრძელებები. მე მგონი, რომ ყველას დიდი მადლობა უნდა უთხრათ ალბათ გულშემატკივარს და რა თქმა უნდა რონალდინიოს, რაც ალბათ მისი დამსახურებაა. და ქართული ფეხბურთის დამსახურებაა იმ სიყვარულის, რაც გააჩნია ამ ადგილს თვითონ და გულშემატკივარს, როგორი ბედნიერია აქ გულშემატკივარი, ამდენი ბავშვი, სავსე სტადიონი საოცრება იყო ჩემი აზრით. რაც ყოველთვის და სხვა შორის წარმოიდგინე ბარსელონას რო უყვირს, რამდენს მოგზაურობენ, რამდენს თამაშობენ და ფაქტურად 7,000 და 8,000 არცილდებაო მაყურებელთა რიცხვი და დღეს სავსე სტადიონი ვიხილეთ არაჩვეულებრივი გოლები. შენ კი აღნიშნე, რომ ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ჩვენ კი არ ვაგებთ, ჩვენ პირიქით ვიგებთ ეს ამ თამაშს აქ ეს დატვირთვა, რომ გინდა თუ ყველას თამაში უნდა ხედავდით, რომ ბევრი შეცვლებს ვაკეთებდით, ვიღაცას ფეხი ეტკიდა, ვიღაც ჩვენ ახლა ვიწყებთ, გვინდა რომ ნელა-ნელა მოვიქოქოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც თავარი პერსპექტივა ხო დაგვემატენ ოდნავ პატარებით, რაც კიდე ამ სერიის გაგრძელებისთვის დანიშნულია. მე ვარ ამ პროექტის სულის ჩამდგმელი, ჩემს მეგობრებთან ერთად, სპონსორებთან ერთად, ბეცონთან ერთად, სმარტსოფტთან ერთად, გალფთან ერთად და კიდე ბევრი მეგობარი გვიდგას გვერდში. კოკა-კოლა და არ მინდა ვინმე გამოვჩეს ახლა და რაც გვინდა რომ აი ესეთ საღამოები იყოს ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში. რა ვიცი ხა რონალდინიო, ჩაპლინი აღარ არის ცოცხალი, ხო? თუ ვინმე შერჩა აი ამის ყველაფრის როგორ ვთქვა, ჩვენების თავი და შეიძლება რომ ჩამოვიდეს და აჩვენოს სიამოვნება მიანიჭოს ამდენ გულშემატკივარს. ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ეს გავაგრძელოთ. რიგში არის რეალ მადრიდი. საინტერესო იქნება ხარ თუ არა კონტაქტზე მათთან რეალ მადრიდთან ან რომელიმე სხვა შეთანხმებულები ვართ 2026 წელზე. შესაბამისად, შემდეგი იქნება რეალ მადრიდი და კიდე ერთხელ აი არ მინდა ისე უბრუნდები ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა დინამოს, სადაც ყველა სული ტრიალებს, ალბათ გამარჯვების სული ტრიალებს, აქ არის ყველა ეს დიდი გამარჯვება ბოლო ბიჭებთან ერთად მოპოვებულიც და ჩვენ გვინდა რომ ხალხს უთხრათ ძალიან დიდი მადლობა, ამ ტაშს უთხრათ დიდი მადლობა, თავი დავხაროთ და
მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ესეც საღამოები მეორე იყოს. დიდი მადლობა, შოთი წარმატებები. იმედია კიდევ არაერთი ლეგენდების სერიის მატჩს ვნახავთ და გაახარებ ქართულ მაყურებელს. მადლობ, სამწუხაროდ დღეს მინდოდა ძალიან გოლის გატანა, მაგრამ მოდი რეალთან გადავდოთ. დღეს ნავალას დღე იყო, შენი დღე არ იყო. ჩემი დღეს უარი მადლობელი. ასე რომ ველოდებით ლეგენდების სერიის შემდეგ მატჩს, იმედია ძალიან დიდი გუნდები, რომლებიც სიამოვნებით ჩამოდიან როგორც ჩანს საქართველოში, კვლავ გაახარებენ ქართულ გულშემატკივარს. მადლობა ლევან ღუდუჩაური საუბრობდა დინამო არენადან პირდაპირ ეთერში, სადაც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლეგენდების სერიის მორიგი მატჩი.